გამარჯობა, დღეს ამ ღვიის ბონსაიზე მინდა გესაუბროთ. ბონსაის კულტურაში მსგავსი კომპოზიცია აუცილებლად კენტი რაოდენობა ხეებისგან შედგება. ამ შემთხვევაშიც ეს ნამუშევარი 5 ღვიისგან არის შექმნილი. მათი ფორმირება წლების განმავლობაში ცალ-ცალკე მიმდინარეობდა და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გაერთიანდა ის ერთ სრულ კომპოზიციაში. მსგავსი ხეები, როგორც წესი, ბუნებაში ექსტრემალურ გარემოში გვხვდება, მაღალმთიან ზონებში ან სხვა კლდოვან რელიეფზე. იქ, სადაც მიწა ძალიან ცოტაა, როგორც წესი, ხეები პირდაპირ კლდის ნაპრალებში ცდილობენ, რომ გაიდგან ფესვები. და ამ უცნაურ ფორმებსაც გარემო პირობების გამო იღებენ. ასეთი კომპოზიციის შექმნა ბონსაის სპეციალისტისთვის, როგორც წესი, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ჯერ შესაბამისი ქვა უნდა შეირჩეს, შემდეგ ეს ქვა დამუშავდეს, რაც არასდროს არის ხოლმე იოლი. და ამის შემდეგ შეირჩეს შესაბამისი ხე, რომელიც ბუნებრივ და ლამაზ კომპოზიციას შექმნის.